სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღეს სახარებაში სახარებიდან ამოვიკითხეთ მაცხოვარი გვიყვება ერთ-ერთ ასეთ ამბავს მდიდარ კაცზე. თუმცა მოდი ვთქვათ მიზეზი რატო ამბობს მაცხოვარი ამბობს. ერთ-ერთი ძმები მივიდნენ მოკლედ და ერთ-ერთი ძმა ეუბნება რომ უფალო უთხარიო ჩემს ძმასო რომ გამიყოსო სამკვიდრებელი. ანუ რაღაცას ვერ იყოფდნენ, რაღაცაზე დაობდნენ. და უფალი ეუბნება ვინ დამადგინაო მე თქვენს გამყოფელად, ვინ დამადგინო. და შემდეგ უყვება ამ ამბავს რომ ერთი მდიდარი კაცი იყო, დიდძალი მოსავალი მოუვიდა და ფიქრობდაო რა გავაკეთო. და მოიფიქრა მოდი დავარღვევო ძველ ბეღლებს, პატარებს და უფრო დიდებს ავაშენებ. და შევიკრებ ჩემს მოსავალს, ჩემს სანოვაგეს და ვეტყვი ჩემს სულო მრავალი სანოვაგე გაქვს მრავალი წლისათვის. ჭამე სვიდა ბედნიერი იყავიო. და უფალმა უთხრა ამ კაცს უგუნურო ამ ღამითო შენ სულს წაიყვანე, ანუ შენ გარდაიცვლები და ეგ რაც მოაგროვე ვის დარჩება. და ბოლოს ამბობს ასე მოუვა ყველას ვინც თავისთვის იგროვებს და უფალში არ მდიდრდება. ანუ რა უთხრა ამითი უფალმა ამ ძმებს რომ ის რისთვისაც თქვენ ახლა დავთ, ეგ არ არის მომნიჭებელი თქვენთვის არც მრავალჟამიერი სიცოცხლისა, არც სიხარულისა. ამ კაცმა ახლა რაც მაცხოვარმა მოყვა, კაცმა რო თქვას რა დააშავა, განა ჩვენ რომ მოსავალი მოგვივიდეს, უფრო დიდი საშენებაზე არ იფიქრებ, რომ სადღაც ხო უნდა დააბინაო. მაგრამ ამ კაცის შეცდომა სხვა რამეა. ამ კაცის შეცდომა ისაა, რომ ყველაფერი თავისად ჩათვალა. მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, სულო მრავალი სანოვაგე გაქვს მრავალი წლისთვის. მას რომ ეფიქრა რომ აი რა კარგია, ეხლა უფრო მეტ ადამიანს შემიძლია დავეხმარო, ანუ გეშო. აკარგია რომ უფრო მეტი ადამიანის გახარება შემიძლია. და ამიტომ მოდი ავაშენო ეს დიდი ბეღლები, რომ არ გამიფუჭდეს ეს მოსავალი, იმიტომ რომ ღვთისგან არის მოცემული და ტყუილად ხო არ გავაფუჭებ. კი, მე რაც მყოფნი და ისევ ის მეყოფა, მაგრამ ახლა ადამიანს ძალიან ბევრიც რო ქონდეს, ხო მაინც იმდენი ყოფნის რომ იკვებოს, რამდენიც მანამდე ეყოფოდა. და უფრო ჯანმრთელიც იქნება. ამ კაცის პრობლემა ეგ არის, პირველი პრობლემა რომ თავის თავზე ფიქრობს და არასხვებს. მეორე ის არის რომ ამ სიმდიდრეზე აქვს იმედი დამყარებული და ფიქრობს რომ ეს სიმდიდრეა მისთვის მრავალჟამიერი სიცოცხლის მომნიჭებელი და სიხარულისა. გახსოვთ ალექსანდრე მაკედონელმა რომ დაიბარა კუბოდანო ხელი ჩამომაშვებინეთო რომ გამასვენებთო რომ ნახოს ხალხმა ახლა იმპერიის პატრონს არაფერი არ მიმაქვს. ამ კაცსაც ეს უთხრეს შენ ამ ღამით გარდაიცვლები და ეგ რაც მოაგროვე ვის დარჩება. თუ ეს კაცი შეხედავდა ამ სიმდიდრეს როგორც ღვთისგან მონიჭებულს ტალანტს რომ გაემრავლებინა, მიხვდებოდა რომ ეს სიმდიდრე მისთვის უფრო ჯვარია, უფრო პასუხისგებლობა ვიდრე ფუფუნების საგანი. აი ამას მიხვდებოდა. და აი ამ თავის სიმდიდრეს შეხედავდა როგორც პასუხისგებლობას. და როგორც სოლომონბრძენი ითხოვდა ღვთისაგან რომ უფალო მომანიჭე, მე გამოუცდელი ვარო და მომანიჭე გული გონიერი, რომ სწორად მწყემსო ჩემზე მონდობილი ერი. და ეს კაცი იტყოდა რომ უფალო მომანიჭე ძალა რომ სწორად გამკარგო ის რაც ჩემს ხელში აღმოჩნდა. აი თუ ესე იფიქრებდა, ეს იქნებოდა სწორი ფიქრი. და არა ის რომ ეს ყველაფერი ჩემია
და რა კარგია, აღარაფერი აღარ გინდა, ყველაფერი გაქვს უკვე მრავალი წლისთვის და ასე შემდეგ. აი პირველ ქრისტიანთა ცხოვრება ასეთი იყო, არავინ არაფერს ამბობდა თავისად. ყველაფერი საზოგადო ჰქონდათ. ვისაც რამე ჰქონდა, მიდიოდა ყიდიდა და მოჰქონდა და მოციქულთა ფეხით აწყობდა იმ შემოსავალს და მოციქულები უნაწილებდნენ ყველას, ვისაც უჭირდა. აი ეს იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება. იმიტომ რომ ადამიანი თუ რაღაცაზეა ჩამოხაუჭებული, ის ღმერთს ვერ ადიდებს. იმიტომ რომ ის რაღაც სიმდიდრე ბევრი იქნება თუ ცოტა ამას არსებითი მნიშვნელობა კი არ აქვს. ნებისმიერი რამე რაც ჩვენსა და ღმერთს შორის ჩადგება და ჩვენ ღმერთს დაგვიჩრდილავს, დაგვიფარავს და ვერ დაგვანახებს, ეს უკვე არის ის კერპი და რომელიც ჩვენგან თაყვანისცემას მოითხოვს, როგორც ღვთის თაყვანისცემას და მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს, რომ ვერცხლის მოყარეობა ეს არის კერპ თაყვანისცემლობა. და აქ მარტო ეხლა ხორციელ სიმდიდრეზე რომ არ თქვათ, თუმცა ესეც სათქმელია, რომ ესე იგი თითოეულ ადამიანს, ვისაც მიეცა იმაზე მეტი ვიდრე სხვას, ასე უნდა უყურებდეს, რომ რაში უნდა გამოვიყენო ეხლა ეს, რატო მომეცა მე ღვთისაგან. თუ მორწმუნეა, ამას იფიქრებს, რომ ღვთის წინაშე აი ამ სიმდიდრის გამო პასუხის მიცემა მოუწევს. რომ როგორ განკარგა. ამასთან ერთად ადამიანს სხვა სიმდიდრეც აქვს ღვთისგან მინიჭებული, ზოგს ფიზიკური, ზოგს სულიერი. და ეს ყველაფერი ღვთისგან მონიჭებული ტალანტია და მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ აი ზოგს 5 ტალანტი მიეცა, ზოგს 2, ზოგს 1. ვიღაცამ ვინც 5 მიიღო, გაამრავლა და 10 დაახვედრა ბატონს. ვიღაცამ 2-ის მიმღებმა 4 დაახვედრა, 1-ის მიმღები წავიდა მიწაში დაფლა. და ისევ 1 დაახვედრა. და როდესაც უფალმა მოჰკითხა, ანუ ბატონმა მოჰკითხა მათ 5-ის მიმღებმა რომ 10 მიუტანა, უთხრა, კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნო, ანუ კეთილო და სანდო მონაო. ოჩახო, შეაქო ესე რო თქვა. რადგან მცირედში ერთგული იყავი, უფრო მეც მოგანდობ შენ. შემოდი შენი ბატონის სიხარულში, ანუ მარადიული სიხარული იგულისხმება. 2-ის მიმღებმა 4 დაახვედრა და მანაც იგივე სიტყვები მოისმინა. და 1-ის მიმღებმა 2 რომ ვერ დაახვედრა, ამაშია სწორედ საქმე. 1-ის მიმღებმა მიწაში დაფლა. ისევე როგორც აი ამ დიდარმა კაცმა დაფლა მიწაში თავისი სიმდიდრე ღვთისგან მინიჭებული. მიწაში დაფლა ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს მოახმარო. მაგრამ გაამრავლო ნიშნავს, მოიხმარო თავადაც, შენს გარშემო სხვებსაც და ისე მოახმარო სხვებს, რომ ამით ღმერთი იდიდებოდეს. ისე კი არა ვიღაცას ცოდვაში შეუწყო ხელი, არამედ ამით ღმერთი იდიდებოდეს. აი მაგალითად წმინდა ილია მართალი ასეთ რამეს ამბობს. არისო და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რადგან აქ საჭირო აქაც ვთქვათ. არისო ოჯახის კაციო. ოჯახზე ზრუნა მიენდო, მთელი გული ზრუნავს ოჯახზე და მოციქული პავლე ამბობს, ვინცო თავის სახლეულზე არ ზრუნავსო, სარწმუნოება უარ უყოფიეს და არს იგი ურწმუნოისა უარესო, უძვირესო. ანუ ვინც თავის ოჯახზე არ ზრუნავსო, მან მიატოვა რწმენა და ურწმუნოზე უარესია ეს. ახლა ვიღაცა მართლა ზრუნავს ოჯახზე და ვიღაცა არ ზრუნავს ოჯახზე. ვიღაცას ყავს ოჯახი, მაგრამ ისიც მარტო თავის თავზე ზრუნავს. მარტო თავის გართობაზე, მარტო თავის გინდა მამაკაცი იყოს და გინდა დედაკაცი, მარტო იმაზე რომ როგორ გამოიფრანჭოს, როგორ გაერთოს, როგორ გაატაროს ეს დრო. სამწუხაროდ არის ესეთ შემთხვევები. მაგრამ ოჯახის კაცი ის არის, ვინც ოჯახზე ზრუნავს, ვინც მეოჯახია, ვინც თავისი პირადი მედანკი არ გამოდის, არამედ ოჯახის საჭიროებიდან გამოდის. არისო გვარის კაციო, ანუ ამას უფრო მეტი მიენდო. ესე იგი, ამან ხო ოჯახზე იზრუნა, მაგრამ იმხელა გული აქვს, რომ ოჯახის იქით თავისი ნათესავები ცეტევიან ამ გულში და მარტო
ოჯახზე ვერ ფიქრობს, აი სხვებიც ედარდება, სხვებზეც ფიქრობს. სხვებზე ზრუნავს, ესეც ღვთისგან აქვს მას მინიჭებული ეს ძალა, თორე არავინ ისეთ არაფერს არ აკეთებს, რისი ძალაც ღმერთმა არ მისცა. ისე რომ ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ, არ უნდა ვთქვათ, რა იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეგვეძლო. ვიდრე შეგვიძლია იმაზე მეტს ვერავინ არ ვაკეთებ და ყველა ამითი თავი არავინ არ მოვიწონოთ. რის ძალასაც ღმერთი გვაძლევს, იმას ვაკეთებთ და ვაი ჩვენ თუ არ გავაკეთებთ. მოწყარი ნახეთ როგორ ამბობს. ყველაფერიც რომ გააკეთოთ, თქვით რომ უსარგებლო მონა ვარ. აი ესეთი ყველაფერიც რომ გააკეთო, ყველაფერს ვინ აკეთებს ჯერ. მაგრამ ყველაფერიც რომ გააკეთო, თქვი რომ უსარგებლო მონა ვარ, რაც მევალებო და ის გავაკეთე. შეიძლება რომ დედას რომ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ყავს, ამითი თავი მოიწონოს, ნახე დღეს მე ჩემს შვილს ვაჭამ და რა გააკეთე იმაზე მეტი, რაც უნდა გაგეკეთები. შვილს რო ვაჭამე, ეს არის საგმირო საქმე. ეგ არ არის, ეგ ისედაც ეგრე უნდა გაგეკეთები. ეგრე არ არის. და არისო კიდევ თემის კაციო. ანუ ვიღაცას ოჯახზე, ნათესავებზე ზრუნვის იქით მთელი სოფელი აინტერესებს, მთელი თემი აინტერესებს. წარმოიდგინეთ, აი არის ესეთი. არისო ერის კაციო, რომელსაც თელს სამშობლოზე შესტკივა გული. და არის ზოგად კაციო, ანუ ზოგად საკაცობრიო პრობლემებზე რო ფიქრობს. ოღონ ისე კი არა აპარტამულად. ზოგჯერ ასე გამოგდის ჩვენ, რომ ჩვენს ოჯახს ვერ მიგვიხედია და საქვეყნო საქმეებზე თავს ვიდებთ. ეგ არასწორი. ვინც საქვეყნო საქმეზე დებს თავს, იმას ჯერ ოჯახშიც უნდა მოგვარებული ქონდეს საქმე, გვარშიც, თემშიც და მერე უნდა ფიქრობდეს იმაზე. ისე კი არა, ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო, ჯერ შიგნით უნდა ვარგოდაო. მერე გარეთაც ღმერთი მცირეში თუ იქნები ერთგული, ღმერთი გარეთაც გაგაკეთებინებს რაღაცას. მაგრამ ამავე დროს, ამას ილია ჭავჭავაძე არ ამბობს, მაგრამ ჩვენ ვთქვათ მაგრამ და არაერთხელ თქვა, ამავე დროს ამ ყველაფერთან ერთად არსებობს თავის კაცი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. აი ეს მდიდარი, რომელზედაც მაცხოვარი ამბობს, ეს არის სწორედ თავის კაცი, მარტო თავის თავზე ფიქრობს. და ეს თავის კაცი ღვთისგან მონიჭებულ ტალანტს მიწაში ფლავს და ვერ ამრავლებს. და ის დანარჩენი ოჯახის კაციდან მოყოლებული ზოგად კაცამდე, რაც ჩამოთვალეთ, ესენი ამრავლებენ იმ შესაძლებლობის მიხედვით, რაც მათ ღვთისგან მიეცათ. და მაცხოვნებელი სწორედ ეს არის, როგორ გამოვიყენებ ჩვენ ღვთისგან მოცემულ ტალანტს. ოღონ ეს გარეგნული ნიშნით არ ფასდება. აი მაგალითისთვის, აი წმინდა პაისი ათონელი ასეთ შედარებას აკეთებს. მაგალითად ვიღაცას შეხედავ, რომ 9 მიიტანა რაღაცა. 9 ტალანტი დაახვედრა. და შენ ფიქრობ, და ვიღაცამ 4 დაახვედრა. შენ ფიქრობ, რომ აი 9-ის დამხვედრებელმა გარეგნული ნიშნით. აი უფრო მეტი დაახვედრა, ნახე ამას 9 აქვს, იმას 4 აქვს. მაგრამ ამას 9-ის მაგივრად 10 უნდა ქონოდა, უნდა გაეორმაგებინა. ამას სინამდვილეში ერთი დააკრო, დაიზარა რაღაცა. და ღმერთს ამისი 4 უფრო მოსწონს, ვიდრე იმისი 9. მაგრამ გარეგნულად ჩანს, რომ აი ამან მეტი გააკეთა. ამიტომაც არის გარეგნულად ვირას აკეთებს, ეგ არ არის მთავარი. მთავარია მისი გულის მოძრაობა როგორია და როგორია დამოკიდებულება ჩვენი ღვთისადმი. აი შინაგანად რა გამოძრავებს, რა მოტივაცია. შეიძლება ადამიანი აი ბევრ სიკეთეს აკეთებდეს, მაგრამ ეს მის მიერ გაკეთებული სიკეთე უფრო მის ამპარტავნებას ასხამდეს, ღვთებს. ამიტომ აკეთებდეს. ანუ შინაგანი მოტივაცია თუ არ ვარგა, მაშინ არ არის ეს სწორი. შინაგანი მოტივი თუ ის არის, რომ ვიღაცას მართლაც მიეხმარო, რომ საჭიროა და ამიტომ გააკეთო, თუ თავის ქება არის საფუძველი, ეგეთი არ არის.
თუმცა დასაწყისში, როგორც მინდა პაისი ათონელი ამბობს, დასაწყისში როგორც ვიცგი რომ მისცეს, ახალგაზრდა კაცო ცოტა ამპარტავნება ჭირდება. რა რაღაცა ვიცგი რომ რაღაცით დაიწყოს, მაგრამ ეხლა მანქანას თუ სულ მიწოლა ჭირდება, აი აქედან კახეთში მიდიხარ. არ იქოქებოდა და ცოტა მიაწექი და დაიქოქა. დაიხოქა და წავიდა და უნდა იაროს. თუ ეხლა კახეთამდე ჭირდება მიწოლა უკვე არ ვარ. თუ კაც ყოველთვის ეს ამპარტავნების მიერ ჭირდება მიწოლა, რომ სულ ეს უნდა აწებოდეს და სუტას უნდა უკრავდნენ და სულ არ იქა ესეთი და ეგეთი არ ვარ. თუმცა დასაწყისში ეთქობა როგორც აი წამალი ეგრე ჭირდება. მინდა მამა გაბრიელ აღსარებელი და სალოსი ამბობს ადამიანს რომ ეს ტალანტი ღვთისაგან და ტალანტი არის სხვა რაღაცის კეთების უნარი, დრო თუ ამა თუ იმ კეთების ნიჭი, გამჭრიახი გონება თუ რაღაცის შესაძლებლობა, ძლიერება, მატერიალური თუ არამატერიალური, ეს ყველაფერი ადამიანს საცხოვნებლად მიეცა. სხვა არაფერი დანიშნულება ამას არ აქვს. აი მაგალითად და მაგალითისთვის მოყავს მინდა მამა გაბრიელს, ვიღაცა სიმღერის ნიჭი მიეცა. ჩვენ შეგვიძლია ისე ვიმღეროთ, რომ ამით ვიღაცას სამშობლოს ისტორია გავახსენოთ მაგალითად. სამშობლოს დიდებული გმირები გავახსენოთ, აი ხო არის სიმღერა შავლე შენი შავი ჩოხა ხო? შეიძლება ისე ვიგალობოთ, რომ ღმერთი იდიდებოდეს ამით, ან ნიჭი ქონდეს შექმნას ადამიანმა ეს სიმღერა თუ მუსიკა დაწეროს თუ საგალობელი შეასრულოს. მაგრამ ამავე დროს ამ ნიჭიერს კაც შეუძლია რომ ღვთის საგმობის სიმღერაც კი შექმნას. ეშმაკს რო განადიდებს იმ სიმღერაში, რაღაც უზნეობას რო უმღერის, ესეც შეიძლება შექმნას. ანუ გააჩნია რაში გამოიყენებს და ამ ნიჭით ის ან ცხონდება გადაისჩენს სულს და ან დაიღუპება. აი როგორ მოიხმარს ამ ნიჭს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ ადამიანი ასე შეხედავს ყველაფერს ღვთისაგან მოცემულს, მაშინ თითოეული პატარა დაწინაურებაც კი მისი იქნება არა ის რომ აი მაგალითისთვის ვიტყვი აი რაღაცა თანამდებობაზე გაწინაურებენ, ეს ჩვენთვის იქნება არა სიმდიდრის მოხვეჭის თუ რაღაცა შობა განცხრომის ესე იგი სურვილების ფრთების შესხმა, არამედ ეს იქნება ჩვენთვის პასუხისმგებლობის მომატება, რომ ესე იგი კიდევ უფრო მეტი მომეკითხება ღვთისაგან, რადგან უფრო მეტზე დამადგინეს. თვითონ თანამდებობაც სიტყვიერად ამას გამოხატავს. ამავე ჩვენაში ჩვენ ხო ამბობთ, მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, თანანადები არის ჩვენი ვალები, ჩვენი სულიერი ვალი და თანამდები მოვალეს ნიშნავს, თანამდებობა მოვალეობას ნიშნავს. მოვალეობა ეს უფრო პასუხისმგებლობაა და არა ის უფლებები. რაღაცაზე უკეთესი ვარ, თუ რაღაცაზე მეტი შეგვიძლია, მეტი, იმიტომ შეგვიძლია რომ მეტიც დაგევალო და რომ მეტი არ შეგეძლოს იმ მოვალეობას ვერ შეასრულებთ. და თუ ესე შეხედავს ადამიანი თანამდებობას, ანუ მოვალეობას, მაშინ ჭიდაობა კი არ იქნება იმის შესახებ, რომ მე ვიყვე ამ თანამდებობაზე. პირიქით ამას ადამიანები ერთმანეთს დაუთმობდნენ, იტყვიან, მე არა ვარ ამისი ღირსი, მე ვერ შევძლებ. მაგრამ ქრისტიანი ადამიანი, რომელსაც ერთი ნაბიჯი ყოველთვის უკან უდგას, არა იმიტომ, რომ თავს არიდებს პასუხისმგებლობას, არამედ იმიტომ, რომ თავი არ ეღირსება. ფიქრობს, რომ სხვა შეიძლება უფრო ღირსეული იყოს და მოდი მას დავუთმოთ, მან იქნებ უკეთ შეძლოს. აი ესეთი ადამიანი, როდესაც დგება ამ თანამდებობაზე, ის ღვთის შიშით აღასრულებს იმას და რადგან ღვთის შიში აქვს და რადგან ღმერთმა მისცა ეს ტალანტი, ანუ ეს თანამდებობა, მას ღმერთიც მოუმართავს ხელს და გააკეთებინებს ისე როგორც უკეთესია, რომ არც მისი სული არ დაიღუპოს იმით და გადარჩეს და სხვებსაც იმის გამო სარგებელი ქონდეს, თუ ესე უყურებს ადამიანი. და თუ მარტო ამაში შვება განცხრომის საფუძველს, შვება განცხრომის მოპოვების შესაძლებლობებს ხედავს, ეგეთი კაცი არ ვიცი, როგორც გააკეთებს, ისე გააკეთებს, ის მარტო თავისთვის გააკეთებს. და სხვებისთვის მაშინ გააკეთებს, თვითონ რომ მოსჭარდება და ის არაფერში აღარ
დაჭირდა, მაგრამ ვინც ის იქნებ მაშინაც ვერ გააკეთოს. იმიტომ რომ ვერცხლის მოყარეობა ისეთი რამეა, თუ ადამიანი შეიპყრო ამან, ძალიან ძნელია ამისგან გათავისუფლება. აი ამ მომხვეჭელობის სცენმა თუ ადამიანი შეიპყრო, ძალიან ძნელია მე. ერთი შეგვეციოს ჩვენ რომ მოგვანიჭოს ძალა, რომ სწორად შევხედოთ ყველაფერი მას, რაც ჩვენ თვისგან მოგვეცა და სწორად გამოგვეყენებინოს, ესე იგი, აი მე არაერთხელ მithქვამს, მე რომ მithქვამს, მაგიტომ კი არა, უბრალოდ ესეთი ვითარებაა, რომ კარგი მე ცოტა დღეს თუ რამეზე შეიძლება, ესე იგი, ფიქრი და ზრუნვა და სულიერი თუ ფიზიკური თუ მატერიალური შესაძლებლობების მიმართვა, ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები. იმიტომ რომ ხვალინდელი ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილებია. ხვალინდელის და ზეგინდელის და ამის შემდეგაც. ჩვენ ესე იგი ღვთისწყალობით ასეთი რაღაც მოგვივიდა თავში აზრად და მეუფისგანაც ლოცვა-კურთხევა ავიღეთ და ვფიქრობთ ამ თემაზე და მე მგონი უკვე ნელ-ნელა ბოლოში გავდივართ, რას გულისხმობ. გვაქვს ჩანაფიქრი, რომ რაღაც დღის ცენტრივით გავაკეთოთ. აი როგორც სკოლაში რომ გახანგრძლივებას უწოდებენ ასეთი რაღაც. რომ ბავშვები სკოლიდან ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საუბარია იმ ბავშვებზე, რომელიც პირველ წლაში არიან. და უშუალოდ ჯერჯერობით მხოლოდ სადგურელ ბავშვებზე მაქვს მე აქცენტი გაკეთებული. ყველას ჩვენი თავი ენაცვალოს, მაგრამ როცა შესაძლებლობები მცირეა, ჩვენ ამ უბანში დაგვადგინა ღმერთმა და ჯერ ეს არის ჩვენი საზრუნავი. თუ შესაძლებლობა, მე რა თქმა უნდა სხვებიც. რომ ბავშვები სკოლიდან მოიყვანონ, ჯერჯერობით პირველი კლასისთვის ფიქრობთ ამის გაკეთებას, მასწავლებელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნანახი ყავს, ძალიან კარგი ახალგაზრდა და რომ ჩვენ აქ ამ ბავშვებს ვამეცადინებთ ღვთისწყალობით, ვაჭმევთ, სრულიად უანგაროთ, რა თქმა უნდა, აქ არავის გადასახადი არ იქნება. და სადღაც 6 საათისთვის შობელი წაიყვანს ამ ბავშვს. ღვთისწყალობით გვაქვს ჯერჯერობით ესეთი ოთახი, რომელიც სხვა წრეებით არ არის დატვირთული და იქ შეგვიძლია გამოვათავისუფლოთ, მერხები დავდგათ, სატრაპეზოც არის, ახლა უკვე სპორტული დარბაზიც აშენდა, სააქტო დარბაზიც არის და მოკლედ ეს ბავშვები რაღაცას თან დამეგობრდებიან და თან დასწავლენ სახლებში და მე ვფიქრობ ეს ოჯახისთვის შეიძლება რაღაცა ნუგეში იყოს. ხო და ახლა ამას რატო ვამბობ, რომ მოდი ჯერ სადგურის მასშტაბით ვთქვათ, ახლა თქვენ ვინც აქ ხართ, ყველა ამა თუ იმ უბნიდან ხართ და შეიძლება ყველა უბანი მოიცავთ ესე. შეეკითხეთ უბანში თუ ვინმე იცით პირველ კლასელი ბავშვი. პირველი ცლა რომ იყოს ოღონდ. ახლა ჯერ სადგურის სკოლა ასაშენებელია და ამიტომ ეს ბავშვები ძირითადად მეორე ცლაში არიან, იმიტომ რომ სხვა სკოლაში არიან შეკედლებულები და მაგრამ ხო არიან ისეთი ბავშვებიც, რომ უშუალოდ მე-11 სკოლაში არ არიან დარეგისტრირებული. მოიძიეთ თუ არიან ესეთი ბავშვები, მათ მშობლებს უთხარით, რომ ასეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. ჩვენ პირველ ეტაპზე მაქსიმუმ 15 ბავშვზე ვფიქრობთ, ამაზე მეტი ფიზიკურად გაგვიჭირდება. ესეც ჯერ უნდა მოვსინჯოთ, რა გამო. რატო ვამბობ? თუ მოყვანას დააპირებენ, დროულად მოვიდნენ, რომ ჩვენ მშობლებს დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ თუ სადგურელი ბავშვები ამოწურეთ და არ იყო, მაშინ შეიძლება სხვებსაც შევთავაზოთ. ამიტომ ისე რომ არ მოხდეს, რომ მოვიდეს ადამიანი და უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს. აი თქვენ გადაეცით რომ მიხვალ დღეს თქვენს უბანში ხო იცით ვის რომე კლასში ყავს ბავშვი და რაღაც. ხვალე საკვირაო სკოლა რომ არჩება, სადღაც 8 საათისთვის. ესეთი მშობლები თუ აღმოჩნდებიან სურველები, მოვიდნენ რომ ჩვენ ავუხსნათ დაველაპარაკოთ. შევთავაზოთ რომ ამ ყველაფერს ჩვენ სრულიად უანგაროდ გავაკეთებთ
და მე ნახოთ როგორ იქნება. ერთმა მშვიდობა მოგმართლეთ.